ეს არის ამბავი ქვეყნისა, რომელიც 2 საუკუნის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდა, ხოლო საზღვრების გახსნიდან სულ რამდენიმე ათწლეულში გაანადგურა რუსეთის იმპერიის თითქმის მთლიანი ფლოტი, დაამარცხა ჩინეთი და ყველა მის კრიტიკულ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ხოლო ამერიკელებს მოუკლა 150,000-მდე ჯარისკაცი, გაუნადგურა 5,000 სამხედრო თვითმფრინავი და ასობით სხვადასხვა სახის გემი. ეს იაპონიაა, სამურაების ქვეყანა. მე-20 საუკუნის იაპონიაზე ქართულ YouTube-ში ფაქტობრივად არანაირი ვიდეო არ იძებნება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოგიყვეთ თუ როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ რუსეთის, ჩინეთის და თითქმის ამერიკის შეერთებული შტატების დამარცხება, რამ გამოიწვია ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური იარაღი დაბომბვა და ასევე იყო თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი. მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე იაპონია არავის არ აწუხებდა, თითქმის არც არავისთან ვაჭრობდა და იყო კარჩაკეტილი ქვეყანა. თუმცა მე-19 საუკუნის მეიძის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ, როდესაც იაპონიის იზოლაცია ამერიკის სავაჭრო ინტერესების და იდეაში იძულების გამო დასრულდა, იაპონიამ დაიწყო ძალიან სწრაფად განვითარება. ისინი ცოდნას ისრუტავდნენ დასავლეთის ქვეყნებისგან ამ სიტყვების სრული და პირდაპირი მნიშვნელობით. ტრანსფორმაციამ შეცვალა მაქამდე სამხედრო ფეოდალური წყობა და ჩამოყალიბდა კონსტიტუციური მონარქია. დასავლური ცოდნის იმპორტით იაპონიამ შექმნა მძლავრი არმია და ინდუსტრიული ეკონომიკა. შედეგად ქვეყანა იზოლირებული კუნძულიდან სულ რამდენიმე ათწლეულში გადაიქცა იმპერიულ ზესახელმწიფოდ, რომელმაც აზიაში დასავლურ დომინაციას რეალური კონკურენცია გაუწია. ამის უკვე დასაქმნელად, სანამ რევოლუცია მოხდებოდა იაპონიაში, ფაქტობრივად არანაირი ქარხანა არ იყო ქვეყანაში. თუმცა 1910 წლისთვის უკვე 30,000-მდე ქარხანა აქტიურად ამარაგებდა და უზრუნველყოფდა იაპონიას. 1868-99 წლებში იაპონიამ დაიქირავა 2000-დან 3000-მდე უცხოელი ექსპერტი, რომლებიც ასტრონომიულ თანხებს იღებდნენ. წარმოიდგინეთ, ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით 40% მიდიოდა მათ ხელფასებში. უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, თუმცა იაპონელები ძალიან სწრაფად სწავლობდნენ და უკვე ამ უცხოელ ექსპერტებს საკუთარი მუშახელით ანაცვლებდნენ. ძალიან გენიალური გეგმა დასახეს რეალურად იაპონელებმა. მაგრამ ეს არ არის დასასრული. თქვენი აზრით, რა იდეოლოგია ჰქონდა იმ დროიდან იაპონიას? ხომ არ გონიათ რაღაც დემოკრატია, ლიბერალიზმი, ადამიანის უფლებები? არა. სახელმწიფო ეფუძნებოდა რწმენას, რომ იაპონური რასა უპირატესი და გამორჩეული იყო. ამიტომ აუცილებელი იყო დაპყრობითი ომების წარმოება. მოკლედ ახსნათ იაპონური ნაციონალიზმი. ის ემყარება ეროვნულ იდეას, კოკუტაის, რაც ერის არსს, სუბსტანციას ნიშნავს. კოკუტაის მიხედვით იაპონიის ეროვნული იდეა 3 ელემენტისაგან შედგება. პირველი ტახტისადმი თავდადება. მეორე რწმენა იმისა, რომ იაპონელს დაბადებიდანვე გააჩნია გამორჩეული უმაღლესი ინტელექტუალური თვისებები და მესამე განსაკუთრებული მისიის შეგრძნება, როგორც ერთიანი ნაციის. ეს იდეოლოგია გააძლიერა ჩინეთისა და განსაკუთრებით 1905 წელს რუსეთის დამარცხებამ, როდესაც მათ უდიდესი თავდაჯერება მოიპოვეს, რა დროსაც რუსეთის ფლოტის 70% გაანადგურეს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად ითვლებოდა იმ პერიოდის მთელ მსოფლიოში და ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორიები წააგდეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აზიურმა ქვეყანამ ევროპული იმპერია დაამარცხა, რამაც იაპონელებს საკუთარი ძალისა და გამორჩეულობის რწმენა საბოლოოდ განუმტკიცა. ახლა კი მცირე დეტალებს გადავახტეთ და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელიც მე-20 საუკუნეში განვითარდა იაპონიასთან დაკავშირებით. 1931 წელს იაპონიამ გადაწყვიტა სამხედრო ოპერაციის წარმოება. მიზეზად გამოიყენეს იაპონელების მიერვე მოწყობილი პროვოკაცია, სადაც ქალაქ შენიანში მცირე აფეთქება გამოიწვიეს. ერთ საათში კი უკვე იაპონია გადავიდა შეტევაზე. მიზეზი იყო ორგვარი. პირველი ეკონომიკა, შეტევის სამიზნე მანჯურიაში საკმაოდ ბევრი კრიტიკული მინერალია და წიაღისეული, რაც იაპონელებისთვის იყო საინტერესო. შეგახსენებთ, რომ იაპონიას ძალიან მცირე რაოდენობის წიაღისეული აქვს ნებისმიერი მიმართულებით, ხოლო მეორე ეს იყო გეოპოლიტიკური. მანჯურია მდებარეობს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზე. იაპონია თუ დაამყარებდა ამ მიმართულებაზე კონტროლს, შეიქმნებოდა ბუფერი საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის, რაც პოტენციური თავდაცვის საშუალება იყო და ასევე ძალიან კარგი პლაცდარმი მომავალი ოპერაციებისთვის. შედეგად სამურაებმა გაშმაგებით შეუტიეს ჩინელებს და რეალურად ისე გამოვიდა, რომ კუდით ქვაასროლინეს. იმ პერიოდში ჩინეთში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, ერთი მხრივ ჩანკაიში, რომელიც ნაციონალისტურ პარტიას ხელმძღვანელობდა და მეორე
მაო ძედონის ხელმძღვანელობით კომუნისტური პარტია, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ ძალაუფლებისთვის. სწორედ ამიტომ ჩან კაიში ძალიან წამგებიან პირობებსაც დათანხმდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იაპონელებს მანჯურია სათავისოდ რჩებოდათ თუ ამ ხელშეკრულებას მიუყვებოდნენ, თუმცა როგორც აღმატებულმა რასამ მათ უარი განაცხადეს ამ ძალიან მომგებიან პირობებზეც და ჩინეთის ტერიტორიების დაკავება გააგრძელეს. საბოლოოდ 1932 წლის 9 მარტს იაპონიამ მანჯურიაში ახალი სახელმწიფო მანჯოუგოს შექმნა გამოაცხადა, რომელსაც სათავეში იმპერატორი პუი ჩაუყენეს, ჩინეთის ბოლო იმპერატორი. სხვათა შორის ფილმიც არის გადაღებული, ახლა სწორედ მაგას უყურებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა იცით, ვინაიდან საკმაოდ ცნობილი ფილმი არის. რაც შეეხება იმას, თუ რა შვებოდნენ ამ პერიოდში ევროპელები, რაიმე ქმედით ნაბიჯებს თუ ატარებდნენ, რეალურად ერთა ლიგიდან ისმოდა გარკვეული განცხადებები, რომლებიც როგორც ჩინეთის, ისე იაპონიის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა არანაირი ქმედითი ნაბიჯები მათ არ გადაუდგიათ. ამის მიზეზი მარტივი იყო, იაპონია მაშინ მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორი იყო, შესაბამისად, ხის ქმედებებს არ განახორციელებდნენ იაპონიის წინააღმდეგ. და ასე მივდივართ 1933 წლამდე, სადაც იაპონია მუდმივად იკავებდა ჩინეთის ტერიტორიას და ამ პერიოდისთვის ისინი უკვე მიადგნენ პეკინსა და ტაინძინს და ამ ყველაფერმა ჩან კაიშის მთავრობა აიძულა დაზავებოდა იაპონელებს, რომლითაც ჩინეთმა სცნო იაპონელთა კონტროლი ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებსა და ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილზე. იაპონია მიაღწია საკუთარი მიზნების ნაწილს, ხოლო ჩინეთმა იწვნია უმძიმესი მარცხი, მან დაკარგა ძალიან სტრატეგიული ტერიტორიები. მაგრამ ცხადია, იაპონელებისთვის ეს მცირე გასაირნება იყო და ამიტომ 4 წლის მერე 1937 წელს ისევ ომი გამოუცხადეს და ისევ ომი დაიწყეს. მცირე პროვოცირების მეთოდი გამოიყენეს, ალბათ გასაკვირი არ იქნება. ამ კონფლიქტის პირობებში 1937-ში უბრძოლველად შევიდნენ ისინი პეკინში, 4 თვიანი ბრძოლების მერე კონტროლი დაამყარეს შანხაისა და მის შემოგარენზე, ხოლო 13 დეკემბერს კი 2 თვიანი ბრძოლების შემდეგ დაიკავეს ჩინეთის დედაქალაქი ნანკინი. იაპონელები 6 კვირის მანძილზე სასტიკად უსწორდებოდნენ ნანკინის მოსახლეობას, რასაც ნანკინის ხოცვა ჟლეტა ეწოდა. სიკვდილით დასჯილი იქნა დაახლოებით 300,000 ნანკინელი. ხორციელდებოდა მასობრივი გაუპატიურებები და კატასტროფული მაროდიორობა. შემდეგ წელს კი ჩინეთის სიდიდით მეორე დედაქალაქიც უჰანიც დაიკავეს. მოკლედ ამ ომში იაპონიამ კონტროლი დაამყარა ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებზე, რომლებიც დაახლოებით მთელი ჩინეთის 20%-ს შეადგენდა. თქვენი აზრით რატომ მოვყევი ჩინეთ-იაპონიის ომების შესახებ? ნახეთ, აქედან იწყება იაპონიის ძალიან მძიმე შეცდომების პერიოდი, რაც საბოლოო ჯამში 2 ატომური ბომბით დაგვირგვინდა. ამხელა წარმატებების შემდეგ თვითონ იდეოლოგიას და თავდაჯერებაც პოლიტიკურ ელიტას უბიძგებდა შემდეგი ინტერვენციებისკენ და ისინი ფიქრობდნენ თუ საითკენ განეხორციელებინათ შეტევა. ერთი ვარიანტი იყო ჩრდილოეთის მიმართულებით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და მეორე მიმართულება ის იყო სამხრეთის მიმართულებით დასავლეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ. და ჯერ არ იყო ყველაფერი გადაწყვეტილი, თუმცა მოხდა ერთი კონკრეტული ფაქტი, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა თუ სად დაარტყავდა იაპონია. 1951 წლის 24 ივლისს იაპონელები შეუთანხმდნენ საფრანგეთში მოღვაწე ნაცისტების ხარდამჭერ ვიშის მთავრობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არსებული ფრანგულ კოლონიებში იაპონიის შეიარაღებული ძალების შეყვანაზე, რაც ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. და სწორედ ამიტომ საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კერძოდ ფრანკლინ რუზველტმა გამოაცხადა ემბარგო იაპონიისათვის ნავთობის მიწოდებაზე. იაპონიის მდგომარეობა ამის შედეგად მკვეთრად გაუარეს და მოგეხსენებათ, რომ იაპონიას არანაირი ნავთობის რესურსი საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონდა და სრულად იმპორტზე იყო დამოკიდებული, ამიტომ გადაწყდა სამიზნედ აირჩა ჰოლანდიის ინდოეთი, ანუ დღევანდელი ინდონეზია. ვინაიდან ამ გზით იაპონია გადაწყვეტდა ნავთობის პრობლემას. ინდონეზიის ამ მიმართულებაზე ერთი მცირე პრობლემა არსებობდა. ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ განლაგებული იქნა ჰავაის კუნძულებზე, კერძოდ პერლ ჰარბორში. ამავე პერიოდში ამერიკელებმა იაპონიის საიდუმლო კოდის გატეხვა მოახერხეს, რითაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იაპონელები აპირებდნენ შეტევას. თუმცა სად არ იცოდნენ ან მალავდნენ. ვარაუდებია, რომ რუზველტმა ზუსტად იცოდა, რომ აქ უნდა მომხდარიყო თავდასხმა,
თუმცა ვინაიდან საბაბი სჭირდებოდა ომში ჩართვის, მან არ გაიყვანა იქიდან სამხედრო არსენალი. 25 ნოემბერს იაპონიის პირველმა ფლოტმა ადმირალ ჩუიჩი ნაგუმოს მეთაურობით, რომელიც შედგებოდა 6 ავიამზიდისგან, სადაც განთავსებული იყო 4-ზე ოდნავ მეტი თვითმფრინავი, დატოვა თავისი ბაზები და გაემართა ჰავაის კუნძულებისაკენ. იაპონელები ძალიან ფრთხილად მოქმედებდნენ, მათ კარგად ესმოდათ, რომ მოულოდნელობის ეფექტი იქნებოდა გადამწყვეტი, ვინაიდან ამერიკელებს საკმაოდ ძლავრი ფლოტი გააჩნდათ. ამიტომ არანაირ რადიო სიგნალს არ გადასცემდნენ და ისე მიიწევდნენ პოტენციური სამიზნისკენ. 1 დეკემბერს იაპონიის იმპერატორმა გასცა ბრძანება თავდასხმის დაწყებაზე. იაპონელებმა პირველი დარტყმა პერლ-ჰარბორზე მიიტანეს დილის 7 საათსა და 59 წუთზე. დარტყმა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ანუ იაპონელების ტაქტიკა მიმუშავა. ბრძოლის დაწყებიდან 20 წუთში ამერიკის ფლოტის 3 სახაზო გემი უკვე ჩაძირული იყო, ხოლო კიდევ 4 მძიმედ იყო დაზიანებული. იაპონელების დარტყმის მეორე ტალღამ, რომელიც დილის 9 საათზე დაიწყო, კიდევ უფრო დაამძიმა ამერიკელების მდგომარეობა. თუმცა აქ იაპონელებსაც მიადგათ გარკვეული ზიანი. ამის გამო ადმირალმა ნაგუმომ უარი თქვა მესამე დარტყმის მიყენებაზე, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურებდა პერლ-ჰარბორს და მინიმუმამდე დაიყვანდა მის საზღვაო ბაზად გამოყენების შესაძლებლობას. და ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა იქნებოდა რეალურად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს, ვიდრე რამდენიმე გემის ჩაძირვა. სწორედ ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც იაპონელებმა დაუშვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა იაპონელების ოპერაცია. მათ ჩაძირეს 18 ამერიკული ხომალდი, რომელთაგან 5 იყო სახაზო გემი, დააზიანეს კიდევ 2 სახაზო გემი და 11 უფრო მომცრო ხომალდი. გარდა ამისა, განადგურებული იქნა 188 ამერიკული თვითმფრინავი, ხოლო 159 დააზიანეს. სულ ამერიკელებმა დაკარგეს 2380 კაცი, ხოლო იაპონელებს მხოლოდ 29 თვითმფრინავა დაუჯდათ ეს ყველაფერი. ამის შემდეგ უკვე ელვისის სწრაფით ვითარდება პროცესები. იაპონელებმა მოახერხეს და წყნარ ოკეანეში ხელში ჩაიგდეს კუნძულები უეიკი, გუამი, ჰონკონგი, ტარავა და მაკინი. ამავე დროს დაიკავეს მალაია, სინგაპური და ბირმა. მასშტაბური ოპერაციით აიღეს ფილიპინები. საბოლოოდ ზღვაზე გამარჯვების შემდეგ სრული კონტროლი დაამყარეს ნავთობით მდიდარ ჰოლანდიის ინდოეთზე, ანუ დღევანდელ ინდონეზიაზე. ეს იყო იაპონიისთვის რეალურად ბრწყინვალე მდგომარეობა და მოცემულობა. ამის შემდეგ თქვენი აზრით რა საფიქრალი ექნებოდა იაპონიის მთავრობას? ცხადია, ისევ პოტენციურ ინტერვენციებზე და შეტაკებებზე ფიქრობდნენ. არსებობდა ორი ვარიანტი. პირველი ესა იყო ავსტრალიის დაპყრობის მიზნით მასთან მიმავალი კუნძულების დაკავება და აღება და მეორე ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტის მთლიანად განადგურება. სწორედ ამ ფიქრებში მყოფ იაპონიაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა განეხორციელებინა გარკვეული შეტევა 1942 წელს, რაც რეალურად ძალიან მსუბუქი აღმოჩნდა, არც არავინ დაღუპულა, არც შენობები დანგრეულა, თუმცა რეალურად გადაწყვიტა უკვე იაპონიის მომავალი სამხედრო დარტყმა, ვინაიდან იაპონელებს შეეშინდათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალში უფრო დიდ სამხედრო ძალას გამოიყენებდა მათ წინააღმდეგ. პირველად გაიმართა მარჯნის ზღვის ბრძოლა, სადაც გამარჯვებული ვერ დარჩა ვერც ერთი მხარე, ხოლო გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც მთლიანად შეცვალა ვითარება წყნარ ოკეანეში, გაიმართა კუნძულ მიდუეისთან 1942 წლის 4-7 ივნისს. ერთი შეხედვით იაპონელებს საკმაოდ დიდი უპირატესობა გააჩნდათ, ყავდათ 4 ავიამზიდი, 3-ის წინააღმდეგ, 150-მდე დამხმარე ხომალდი, 50-ის წინააღმდეგ და 272 თვითმფრინავი 180-ის წინააღმდეგ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამერიკელებს ერთი დიდი უპირატესობა გააჩნდათ. იაპონელები კლავინდებურად იყენებდნენ კოდს, რომელიც ამერიკელებმა ჯერ კიდევ 1940 წელს გატეხეს. შედეგად, ამერიკელებისათვის ცნობილი იყო როგორც იაპონელების შეტევის მიმართულება, ისე მისი დაწყების თარიღი. ანუ 4 ივნისი. რამაც საბოლოო ჯამში გადაწყვიტა რეალურად ამ კონკრეტული ბრძოლის ბედი. ამერიკელებმა დაასწრეს მოწინააღმდეგეს და მიიტანეს პირველი იერიში. ბრძოლის შედეგად ამერიკელებმა ფაქტობრივად სრულად გაანადგურეს იაპონიის პირველი ფლოტი თავის 4 ავიამზიდთან ერთად, რაც ძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა სამურაებისთვის. სწორედ აქედან იაპონიისთვის არც თუ ისე კარგად გაგრძელდა პროცესები. 1953 წლის ბოლოსთვის ისე ჩანდა, რომ
იაპონიის გამარჯვების შანსები სულ უფრო და უფრო უფერულდებოდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული, ვინაიდან იაპონიას საკმაოდ დიდი რესურსები გააჩნდა. ამის დასტურია ის, რომ 1944 წელს იაპონიამ ძლავრი კონჩეტევა განახორციელა ორი მიმართულებით. პირველი შეტევა უ-გოუ მიმართული იყო ინდოეთის პროვინცია მანიპურზე და მიზნად ისახავდა მოკავშირეთა მხრიდან ბირმის გზის ხელახალი გახსნის აღკვეთას, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. 80,000 კაციდან მხოლოდ 20,000 დარჩა ბრძოლის უნარიანი. თუმცა მეორე შეტევა იჩიგოუ გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩანკაიშის ჩინეთის ლიდერის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამერიკელ ფრინავთა ბაზების მოსპობას და შესაძლებლობის და მიხედვით ჩინეთის არმიების განადგურებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის არმია ძალიან დიდი იყო და საკმაოდ კარგად აღჭურვილი ამერიკელების მხრიდან, ძალიან მოუმზადებელი აღმოჩნდა. იაპონელებმა დროებით გადაჭრეს იაპონიის კუნძულების დაბომბვის საფრთხე, გაანადგურეს არაერთი ამერიკული ბაზა. თუმცა შტატებმა მოახერხა და მისი ძირითადი დამრტყმელი იარაღი B-29 ტიპის ბომბდამშენები გადაიყვანა მარიანას კუნძულებზე და ჩინეთის უფრო ღრმა ტერიტორიებზე. კარგად რო აღიქვათ თუ რაზე არის საუბარი, ეს კონკრეტული ბომბდამშენი ყველაზე ძლიერი იყო იმ პერიოდის მსოფლიოსთვის და იაპონელებისთვის წარმოადგენდა კატასტროფულ საფრთხეს. სწორედ მაგ ბომბდამშენებმა გამოიწვიეს ატომური ბომბების ჩამოგდება ჰიროსიმასა და ნაგასაკიში და ასევე არაერთი საშინელი ქმედებები განხორციელდა მაგ კონკრეტული იარაღით, რასაც სულ ცოტა ხანში შევეხები. საბოლოო ჯამში იჩიგოუს ოპერაცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა არა გადამწყვეტი. ნახეთ რაში იყო საქმე. ამერიკელებს ჭირდებოდათ ისეთი პლაცდარმი, საიდანაც B-29 ტიპის ბომბდამშენებს გაუშვებდნენ და პირდაპირ იაპონიის კუნძულებს დაბომბავდნენ. ხოლო მარიანის კუნძულები სწორედ ესეთი ტერიტორია იყო და სწორედ მან გაიმართა გადამწყვეტი საზღვაო ბრძოლა, რომელიც იაპონელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. თუ კარგავდნენ მაგ კონკრეტულ ტერიტორიას, ამერიკელებს საშუალება ეძლეოდათ, რომ B-29 ტიპის ბომბდამშენებით პირდაპირ იერიში მიეტანათ იაპონიაზე, რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებდა სამურაების ქვეყანას. საბოლოოდ იაპონელებმა საკმაოდ მძიმე მარცხი იწვნიეს, დაკარგეს 600 თვითმფრინავი, 3 ავიამზიდი, ხოლო ამერიკელები დაახლოებით 100-მდე თვითმფრინავის დაკარგვას დასჯერდნენ. დაიღუპა 30,000 იაპონელი, ისინი არ ბარდებოდნენ ტყვეებად, ან ჰარაკის იტარებდნენ, ან ბრძოლაში იღუპებოდნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი იყო, თუმცა ამ ბრძოლის შემდეგ გაიმართა მთელი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი საზღვაო ბრძოლა, რომელიც მარიანის საზღვაო შეტაკებას საბავშვო ბაღად წარმოგვიდგენს. ის გაიმართა ლეიტეს ყურეში 1944 წლის 24-27 ოქტომბერს. 20 რიცხვისთვის ამერიკელებმა დესანტი გადასხეს კუნძულ ლეიტეზე. იაპონელებისათვის ლეიტეს გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ფილიპინების დასაცავად და ამიტომ მათ თავისი საზღვაო ძალების უდიდესი ნაწილი მიმართეს კუნძულის დამცველთა დასახმარებლად. 4 ავიამზიდი, 9 სახაზო გემი, 14 მძიმე და 6 მსუბუქი კრეისერი, 35 საესკადრო ნაღმოსანი და 300 თვითმფრინავი. თავის მხრივ ამერიკელებს კიდევ უფრო დიდი არმადა ჰყავდათ გამზადებული, რომელშიც 16 ავიამზიდი, 12 სახაზო გემი, 24 კრეისერი, 140-ზე მეტი საესკადრო ნაღმოსანი და 1500-მდე თვითმფრინავი შედიოდა. ლეიტეს ყურეში იაპონელებმა პირველად გამოიყენეს ორგანიზებული კამიკაძეების შეტევები, ანუ თვითმკვლელი პილოტების ხერხი, როდესაც თვითმფრინავებს პირდაპირ აჯახებდნენ გემებზე. ამან ამერიკულ ხომალდებზე საკმაოდ დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ვინაიდან ეკიპაჟები ასეთი ტიპის იერიშისთვის მოუმზადებლები იყვნენ. საბოლოო ჯამში დაიღუპა 12,000 იაპონელი და 3,000-მდე ამერიკელი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ საჰაერო უპირატესობა გააჩნდათ. ამ ბრძოლაში მათ უამრავი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს. ერთ მომენტში იაპონელებს საერთოდ გამარჯვების შანსიც კი ჰქონდათ. თუმცა საბოლოოდ ისე დასრულდა, რომ იაპონიამ მთლიანი ფლოტი დაკარგა. ეს ფაქტობრივად დასასრული იყო, რითაც გაფორმდა, რომ ადრე თუ გვიან იაპონია დამარცხდებოდა.
ამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები გადავიდა აქტიურ შეტევაზე. მან საკმაოდ მძიმე ბრძოლებში დაიკავა იაპონელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ფილიპინებზე. ამავე პერიოდში ამერიკელებმა გადაწყვიტეს იაპონიის ორ მცირე კუნძულზე, ოკინავასა და ივოჯიმაზე იერიშის მიტანა. 1945 წლის 19 თებერვალს დაიწყო შეტევა ივოჯიმაზე, რომელსაც დაახლოებით 21000 იაპონელი იცავდა, ხოლო ამერიკელებმა დაახლოებით 60000 კაცი გადასხეს კუნძულის დასაკავებლად. მაგრამ მიუხედავად ამისა, კუნძულის აღება დაახლოებით 1 თვის შემდეგ 16 მარტს დაასრულეს. იაპონური გარნიზონი თითქმის მთლიანად გაწყდა. ამერიკელებმა კი თითქმის 7000 ჯარისკაცი დაკარგეს დაღუპულებით. ხოლო დაჭრილები 20000-მდე აღწევდა. სხვათა შორის იაპონელები ამ ბრძოლებში აქტიურად იყენებდნენ მათ შორის კამიკაძეებსაც. ამას მოყვა ოკინავაზეც საკმაოდ მძიმე ბრძოლები, სადაც ამერიკელებმა 7000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს ასევე, თუმცა 1945 წლის ივნისში მთლიანად დაიკავეს კუნძული. მიუხედავად მწირე რესურსებისა, იაპონელები საკმაოდ ძლავად იბრძოდნენ. ამის ახსნა არის შემდეგი, რომ მათ კულტურაში ზის ეს კოლექტიური თავდადება ქვეყნისათვის, ანუ საერთო საქმისთვის, შესაბამისად ერჩივნათ, რომ ან ჰარაკირით, ან კიდევ ბრძოლის ველზე დაღუპულიყვნენ. და ახლოვდება ის მომენტი, სადაც უნდა გადავიდე ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე, თუმცა მაქამდე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი კატასტროფული ფაქტი, სადაც ამერიკელებმა ერთი დღის განმავლობაში 100000-მდე 1000 მშვიდობიანი მოქალაქე ცეცხლში დაწვეს. ხოლო მილიონი უსახლკაროდ დატოვეს. ამ ოპერაციას მიტინგ ჰაუსი ეწოდა. 1945 წლის 9-10 მარტის ღამეს მე-20 და 21 საჰაერო არმიების 334-მა B-29 ტიპის ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ტოკიოზე. მათ 16 კვადრატული მილის ფართობზე საცხოვრებელ სახლებსა და სახელოსნოებზე 1665 ტონა ცეცხლგამჩენი ბომბები ჩამოყარეს. წარმოქმნილმა ხანძარმა, რომელსაც 30 მილი საათის სიჩქარის ქარი აძლიერებდა, სავარაუდოდ 80-დან 100.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, რაც აჭარბებს ორივე ატომური დაბომბვის მყისიერ მსხვერპლს. ვიმეორებ, ამ შემთხვევაში მყისიერ მსხვერპლზე არის საუბარი. დაბომბვების შემდეგაც გაგრძელდა 1944 წლის შუა პერიოდიდან 1945 წლის აგვისტოს ჩათვლით, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი 300-დან 500.000-მდე ავიდა. მიზეზი მარტივი იყო სამრეწველო პროდუქციის გამოშვების პარალიზება, რაც მიიღწა კიდევაც იაპონიის თვითმფრინავების წარმოება 80%-ით შემცირდა. ოკინავას დაკავების შემდეგ უკვე დღის წესრიგში დადგა იაპონიის კუნძულების დაკავების საკითხიც. ხოლო ეგ დაემთხვა იმას, რომ ამერიკელებს უკვე ჰქონდათ 3 ბირთვული ბომბი. 16 ივლისს ალამოგორდოს პოლიგონზე, ნიუ-მექსიკოს შტატში ჩატარდა პირველი ტესტირება, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ უმალვე ეცნობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს, რომელიც იმყოფებოდა პოსტდამში, სადაც მიმდინარეობდა დიდი სამეულის ლიდერების კონფერენცია. ანუ ჩვენი სოსოც იქვე იყო. ოღონდ არავინ წარმოიდგინოს, რომ ატომური იარაღით იაპონიის დაბომბვა იყო შემთხვევითი. აპრილში უკვე არსებობდა სამიზნეთა კომიტეტი, რომელმაც განსაზღვრა პოტენციური სამიზნეები ატომური იარაღის. კრიტერიუმები მარტივი იყო: მეტნაკლებად დაუზიანებელი უნდა ყოფილიყო დასაბომბი ტერიტორია, ვინაიდან აკურატულად გაეზომათ ბომბის შედეგები და ამასთან ქალაქებში უნდა ყოფილიყო სხვადასხვა სამხედრო სამრეწველო ქარხნები, რომ დაბომბვის შემდეგ ამის გამართლება მომხდარიყო. სწორედ ასე შეირჩა შესაძლო სამიზნეები: ჰიროსიმა, ნაგასაკი, კოკურა და ნიიგატა. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ამერიკელებს გატესტვა უნდოდათ ამ საშინელი იარაღის რეალურ სამიზნეზე. მოგეხსენებათ, მოკავშირეებს საკმაოდ მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ 1945 წელს. პოსტდამში ტრუმენმა, სტალინმა და ჩერჩილმა შეიმუშავეს მიმართვა იაპონიისადმი, რომელიც ფაქტობრივად ულტიმატუმს წარმოადგენდა. გარდა ამისა, სტალინმა დაადასტურა, რომ საბჭოთა ჯარები ჩაებმებოდნენ ბრძოლებში იაპონიის წინააღმდეგ დათქმულ ვადაში. ეს ვადა იყო 3 თვე ევროპაში ომის დასრულებიდან. პოსტდამიდან დაბრუნებულმა ტრუმენმა მოისმინა გაერთიანებული შტაბის აზრი და დაეთანხმა გენერალი მაკარტურის წინადადებას, რომ გამოეყენებინათ დარჩენილი 2 ბირთვული ბომბი იაპონიის 2 ქალაქის დასაბომბად, რათა ეიძულებინათ იაპონელები უბრძოლველად დანებებულიყვნენ. თუმცა ბრძოლის ბედი უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. არის სპეკულაციები, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს ჯარები რო შეეყვანა იაპონიის კუნძულებზე, გაცილებით დიდი მსხვერპლი მოყვებოდა მაგას, თუმცა ეგ მხოლოდ სპეკულაციებია და მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში მილიონამდე
ადამიანი გაწყვიტა ატომურმა იარაღმა, ხოლო იაპონელებს ფაქტობრივად აღარანაირი რესურსი აღარ ჰქონდათ წინააღმდეგობის გაწევის. შესაბამისად, ეგ მხოლოდ თავის გასამართლებელი საშუალება არის და იყო. 1945 წლის 6 აგვისტოს დილის 2:45 საათზე მარიანას კუნძულებიდან აფრინდა B-29 ტიპის ბომბდამშენი, რომელსაც პილოტმა პოლ ტიპეტსმა დედის პატივსაცემად ენოლა გეი დაარქვა. თვითმფრინავს გადაჰქონდა ურანის ბომბი Little Boy, ანუ პატარა ბიჭი ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ. ბომბის წონა 4.5 ტონას შეადგენდა. ჰიროსიმას თავზე აიოას ხიდზე ბომბი ჩამოაგდეს. ზუსტად ქალაქის ცენტრში. ბომბს მიწამდე დასაშვებად 53 წამი დაჭირდა. აფეთქება კი მიწიდან 580 მეტრის სიმაღლეზე განხორციელდა, რათა დარტყმით ტალღას მაქსიმალური ფართობი დაეფარა. მისიას თან ახლდა ორი დამხმარე თვითმფრინავი, The Great Artist, აფეთქების სიმძლავრის გასაზომად და Necessary Evil, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის. აფეთქების ტალღამ ეპიცენტრში კოლოსალური წნევა შექმნა. 1.6 კილომეტრ რადიუსში ქალაქი სრულიად განადგურდა, ხოლო მძიმე დაზიანებები 5 კილომეტრამდე გავრცელდა. გრევის კვალი კი 10 კილომეტრამდე გაგრძელდა. და რაც მთავარია, მყისიერად აღიგავა პირისაგან მიწისა 100,000-მდე ადამიანი. თანამედროვე ატომურ იარაღთან, სხვათა შორის ეს ბომბი და იარაღი საკმაოდ პატარაა. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბებზე არის საუბარი. ამ მოვლენებიდან 3 დღის შემდეგ კი 9 აგვისტოს ბომბდამშენი ბოკ სკარ პლუტონიუმის ბომბით Fat Man, ანუ მსუქანი კაცი, თავდაპირველად კოკურას დასამბობად აფრინდა. თუმცა ქალაქი სქელი ღრუბლებით და კვამლით იყო დაფარული. ვინაიდან დაბომბვა აუცილებლად ვიზუალურად უნდა განხორციელებული იყო, ბომბდამშენმა კურსი შეიცვალა და ნაგასაკისკენ გაემართა, როგორც სათადარიგო სამიზნისკენ. რეალურად მაგრად არ გაუმართლად ნაგასაკის ცხოვრებლებს, იმიტომ რომ პირველი სამიზნე ეგ ქალაქი არ იყო. ნაგასაკიც კვამლით დაფარული აღმოჩნდა, თუმცა პატარა ნაპრალმა გამოანათა და ბომბი მოწყდა ბომბდამშენს. დილის 11-ის 2 წუთზე ჩამოგდებული მსუქანი კაცი 500 მეტრზე აფეთქდა. ბომბის აფეთქებამ წარმოქმნა ცეცხლოვანი ბურთი და დამანგრეველი ტალღა, რომელმაც 1 კილომეტრის რადიუსში რკინა ბეტონის ნაგებობები, ხოლო 2.4 კილომეტრამდე ხის სახლები გაანადგურა. 40,000 ადამიანის სიცოცხლე კი მაშინვე გაქრა. წლების განმავლობაში მარტო ატომურმა იარაღმა პოზიტიური გათვლებით 600,000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ცხადია რადიაციას და მის მიერ გამოწვეულ დაავადებებს თუ ჩავთვლით. ამის პარალელურად 8 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა შეასრულა თავისი პირობა და ზუსტად დათქმულ ვადაში გადავიდა შეტევაზე კვანტუნის არმიის წინააღმდეგ ჩინეთში, კონკრეტულად მანჯურიაში, რომელსაც იაპონელები აკონტროლებდნენ. მართალია კვანტუნის არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, დაახლოებით 750,000-მდე ჯარისკაცი ჰყავდათ, თუმცა საბრძოლო ვითარებაში ძალიან გამოუცდელი იყო და სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირმა ძალიან მარტივი გამარჯვება მოიპოვა. და საბოლოოდ ბირთვული იარაღის გამოყენებამ ტრუმენის მუქარამ, რომ ატომური ბომბი ჩამოგდებული იქნებოდა ყველა იაპონურ ქალაქზე, რაც სხვათა შორის სრული ბლეფი იყო, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებს მეტი ატომური იარაღი აღარ გააჩნდა. ამასთან საბჭოთა ჯარების ჩაბმამ ომში იაპონიის ხელისუფლებას დანებების გარდა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. 15 აგვისტოს იმპერატორმა ერს რადიოთი მიმართა და გამოაცხადა იაპონიის კაპიტულაცია. ფორმალურად კაპიტულაციის პროცესი დასრულდა 1945 წლის 2 სექტემბერს, როდესაც ტოკიოს ყურეში სახაზო გემ მისურიზე ამერიკის შეერთებული შტატების სარდალმა გენერალმა მაკარტურმა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მამურო შიგემიცუმ და გენერალმა იოშიჯირო უმეძუმ ხელი მოაწერეს დოკუმენტს იაპონიის კაპიტულაციის შესახებ. ამით დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც 6 წლის განმავლობაში გაგრძელდა და დაახლოებით შეიწირა 50 მილიონამდე ადამიანი. რომ შევაფასოთ, ამ ომში ორივე მხრიდან საშინელებები განხორციელდა. იაპონელებმა ნანკინში და ფილიპინებში ნამდვილი ხოცვა ჟლეტა მოაწყვეს. ამერიკელებმა ომის მიმდინარეობისას მხოლოდ 3 დღეში 240,000 ადამიანი გააქრეს. ეს ომის რეალობას აჩვენებს. ერთი ის, რომ იაპონელებს რო გაემარჯვებინათ, მათ ექნებოდათ კარგი მოტივები და ამერიკის შეერთებულ შტატებმა გაიმარჯვა და მათ ჰქონდათ კარგი მოტივები. ეს იმას აჩვენებს, რომ გამარჯვებულები წერენ რეალურად ისტორიას. და ზოგადად რეალური ომი ფილმებში ნაჩვენები ომებისგან რადიკალურად განსხვავდება. ისტორია მაგის
კარგი დასტური არის. რაც შეეხება იაპონიის განვითარებას, ეგ მართლაც უნიკალური შემთხვევა არის და ბევრ ქვეყანას მაგის მიბაძვა არ შეუძლია, იმიტომ რომ უბრალოდ კულტურით განსხვავდება მაგ ქვეყნისგან. იაპონელებისთვის მთავარი იყო და არის ყოველთვის ერთი, ეს არის მათი აღქმის მიხედვით ღირსება და ეს მეორე ეს არის საკუთარი სამშობლო, რასაც ბოლომდე იცავდნენ და მიყვებოდნენ. თუ ექნება ამ ვიდეოს გარკვეული გამოხმაურება, აუცილებლად გადავიღებ იაპონიის შესახებ სხვა ვიდეოებსაც, კერძოდ 1905 წელს როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ ერთ-ერთი უძლიერესი რუსეთის ფლოტის დამარცხება და ასევე შეიძლება უფრო ადრეულ პერიოდშიც წავიდე. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი, აბა დროებით.